რაც 10 წელი აი ვეჯაჯგურე, რასაც გვია, რომ მინდოდა რა წარმატებისთვის მიმეღწია საქართველოში და არ გამომივიდა, დუბაიში მივაღწია სამში. საქართველოში მუსიკალურ პროექტებში იღებდი მონაწილეობას. არა მარტო საქართველოში, უკრაინის X Factor-ის ფინალისტი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ ამას არ ამბობენ ხოლმე. ეხლა სად არის ქრისტინე და რა საქმიანობს? ცოტა ამეტირა და მეთქი გეხვეწები მიმიღე. გამარჯობა მეგობრებო, ეს არის კვირა პოდკასტი და დღეს ჩვენი სტუმარია მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილი. ქრისტინე, welcome to New York და მადლობა რომ მოკლე დროში გვესტუმრე. ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობა თქვენ რომ დაინტერესდით და მომიწვიეთ. სანამ შენს შთაბეჭდილებებზე ნიუ-იორკზე ვისაუბრებთ, მანამდე რო ვთქვათ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, ვინ არის ქრისტინე მარტიაშვილი შენი სიტყვებით? ქრისტინე მარტიაშვილი არის უბრალო ადამიანი, მომღერალი, პროფესიონალი, რომელიც ამ შოუ ბიზნესში არის უკვე ძალიან ბევრი წელია. საქართველოში შოუ ბიზნესი ახსენებ ჭყალებში, ამას აუცილებლად დავუბრუნდები, მაგრამ მანამ სანამ დავუბრუნდები, საქართველოში მუსიკალურ პროექტებში იღებდი მონაწილეობას. არა მარტო საქართველოში, უკრაინის X Factor-ის ფინალისტი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ ამას არ ამბობენ ხოლმე. მივდიოდი მაგამდეც, მაგრამ ხო, მაგრამ აი უფრო ქართველებთან რომ აქვს ხოლმე შეხება, ამას ამ თემას არ ეხებიან დიდად. მე ვფიქრობ, რომ უკრაინაში ბევრად უფრო დიდი წარმატება მქონდა, ვიდრე საქართველოში და ბევრად უფრო დავიხვეწე როგორც მომღერალი, თუნდაც კამერასთან მუშაობა ვისწავლე და ასე შემდეგ მიკროფონის ჭერა და მოკლედ ძალიან ბევრი პროფესიონალად უფრო გაიზარდე. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქ სხვანაირი სისტემა იყო, სხვანაირად გვექცეოდნენ მომღერლებს და იქ უფრო ყურადღება ექცეოდა იმას, რომ არ დავძაბულიყავით, პირიქით უფრო მეტი რწმენა გქონოდა საკუთარი თავის, უფრო მეტად ანუ ძალიან დიდ კურსებს გავდიოდით რა მოკლედ და ძალიან კარგი იყო იქ. საქართველოშიც იყო რაღაც პროექტები, რომლებმაც გამზარდა, აი ასე თუ ის ექსპერიენსი იყო და კარგი იყო მოკლედ. ეხლა სად არის ქრისტინე და რა საქმიანობს? ქრისტინე ახლა არის ბედნიერი, არის დუბაიში, ცხოვრობს, ვმუშაობ სხვადასხვა ივენთებზე, რესტორნებში და სასტუმროებში მაქვს სხვადასხვა დღეს რეზიდენსი, ხო, სწორად, ხო, რეზიდენსი. ახლა დაიწყებენ რომ ქართული დავიწყდა ხანდახან. შემოვლენ ცეცხლი და מחვილით კი. ხანდახან სამენაზე რომ გავიხსენო, ანუ სიტყვა რა შეიძლება რეზიდენსის შეეფერებოდეს ქართული. ჯერ არ მომდის თავში. ხო, იმიტომ რომ აი სამენაზე მიწევს ხანდახან საუბარი და აი ხან ერთი მოდის, ხან მეორე და ესე უფრო მიმარტივდება ხოლმე, ჩაკვეხება სხვადასხვა სიტყვები სხვადასხვა ენიდან და ეს არ არის იმიტომ რომ მეტიჩრობ თუ რაღაც, მოკლედ. ხო, მუშაობ დუბაიში, part-time დავიწყე ახლა real estate აგენტობა, თან სწავლობ, ხო, უძრავი ქონება, ყიდვა-გაყიდვა და ეს დუბაიშივე. კი. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, რასაც ვაკეთებ. თუმცა სადღაც მაინც ვფიქრობ ხოლმე, რომ საკუთარი თავი ამოვწურე, თან უფრო მომწონს ახლა საკუთარ მუსიკაზე მუშაობა. რამდენიმე სიმღერა დავარელიზე და ახლა 9-ში ზუსტად ვარელიზებ კიდევ ახალს და კიდევ გზაშია ერთი და ქართულენოვან სიმღერებს წერთ თუ ინგლისურენოვანი? ინგლისურენოვანი. ამ სიმღერებიდან მხოლოდ ერთი სიმღერა არის ჩემი დაწერილი, დანარჩენი ჩემს მეგობრებს ეკუთვნის, თუმცა რაღაცა იდეები და ამ შემდეგ, იქ ჩემი თანამონაწილეობაც იყო, მაგრამ ხო. რამდენი ხანია რაც დუბაიში ცხოვრობ? ზუსტად 5 წელი გახდება 13 თებერვალს. და აი, როცა საიმიგრაციო ქვეყანას არჩევდი, რატო დუბაი? ან როგორ აღმოჩნდი დუბაიში? არც ეხლა კი არის პოპულარული ბოლო 2-3 წელია, მაგრამ როცა წახვედი, მაშინ არ იყო პოპულარული destination-ი საიმიგრაციო. ძალიან გულახდილი მინდა რომ ვიყო და ძალიან ბევრი წლის წინაც მე ხა დაახლოებით 15 წელია უკვე მოგზაურობ, ხან მალდივებზე ვიმუშავე, ხან ანტალიაში, ხან იქ, ყველგან ნამუშევარი მოქვს მოკლედ და ევროპა, აზია, ასე შემდეგ. და დუბაიდან ძალიან ბევრჯერ მქონდა შემოთავაზება
მაგრამ რატომღაც ცოტა ცუდი რეპუტაციის გამო თავს ვიკავებდი ხოლმე და მოკლედ კოვიდის დროს ველაპარაკე ჩვენს საერთო მეგობარს საბას და აი უკვე ისე ვიყავი სად გავიქცე აღარ ვიცი და საბა მეუბნება რომ რატომ არ წახვალ დუბაიში და მეთქი რა ხდება დუბაიში სადღაც ეგ რა მინდა თუ რაღაც გაგიჟებული ვარ უკვე ანუ კარფიუ გვაქვს კომენდანტის საათი გარეთ ვერ გავდივართ ვერ ვმუშაობ ვერაფერს ვერ ვაკეთებ აი მართლა ლამის 2 ლარით ვარ დარჩენილი და მეთქი რა გავაკეთო ახლა ეს ემბასიც საელჩოებიც დაკეტილია ვერაფერს ვერ ვაკეთებ ვერც ამერიკაში გამოვიქცევი რომ მომინდეს საბასთან იმიტომ რომ მაშინ ვიზა არ მქონდა და საბამ დუბაის წადეო და ნუ მეთქი არ ვიცი რა ხდება ამ დუბაიში არც კი დავინტერესებულ ვარ და ესე 3 დღეში აი 3 დღე რაღაცები დავსერჩე მოვძებნე ვიღაცების თორები ვნახე ვიღაცები რაღაც მოკლედ და ვნახე რომ იქ ცხოვრება გუგუნებს კოვიდის დროსაც. ნუ იყო რა თქმა უნდა რაღაცა შეზღუდვები, მაგრამ ჩვეულებრივ ხდებოდა ყველაფერი მუშაობა, ხალხი ისვენებს, დადიან პლაჟზე და ასე შემდეგ. და სადღაც 3 დღეში უკვე მივიღე გადაწყვეტილება დედაჩემს საურეკე რომ დედა მე მივდივარ და დედაჩემმა ნუ შენი საქმის უკეთ იცი და დაახლოებით თვე ნახევარში უკვე დუბაიში ვიყავი. როგორი იყო პირველი გამოცდილება, როგორ შეეგუე, იმიტომ რომ კაცრი ქვეყანა, სხვა კულტურის მატარებელი ხალხი, რა სირთულეები გქონდა? იცი როგორ გითხრათ, ახლა კი როგორც აქამდე ვახსენე, ცოტა ცუდი რეპუტაცია აქვს დუბაის რაღაცებიდან გამომდინარე და ეს მესმის, თუმცა ეს ყველგან არის. რაღაც სხვადასხვა ასე რომ თქვა შეხედულებები, მაგრამ დუბაი არის ძალიან წესიერი ქვეყანა. ქალაქი. თვითონ UAE არის ძალიან წესიერი ქვეყანა, იმ მხრივ რომ კი რაღაც კანონები საკმაოდ მკაცრია, მაგრამ ძალიან მომწონს თუნდაც ის ნარკოპოლიტიკა, თუნდაც ის რომ შეურაცხყოფას ვერავინ ვერ მოგაყენებს, hate speech-ი არის ძალიან სერიოზული სასჯელები და ასე შემდეგ და ძალიან დავისვენე რაც იქ ცხოვრობ, იმიტომ რომ ელემენტარული კომენტარს ვერ დაგიწერს ვერავინ ისე, რასაც აი თუნდაც რომც იმსახურებდე, ლამაზი სიტყვები უნდა მოძებნო და ისე უნდა გადმოსცეს შენი აზრი რა. და არა შეურაცხყოფელი. და არა ხო, არა შეურაცხყოფელი, იმიტომ რომ მე მქონდა რაღაც გამოცდილებები სამწუხაროდ, რამაც ძალიან დიდხნიან დეპრესიაში ჩამაგდო. და დაახლოებით 3 წელი თერაპიაზე ვიყავი. ეს საქართველოში? კი, საქართველოში. არ მინდა ამ თემას რო შევეხო, იმიტომ რომ მაინც ძალიან კარგ ხასიათზე ვარ. კი ბატონო. ეხლა მოვდივარ ცენტრალ პარკიდან. ბუნებიდან დამუხტული და საერთოდ არ მინდა რომ რაღაცა ნეგატიურ თემას შევეხო, ამიტომ მე ვიტყოდი რომ დუბაი მომცა სიმშვიდე შესაძლებლობები თუნდაც იმის რომ მე შეუძლო და ნიუ-იორკში ვიფრინო როცა მომინდება კი დაგხვდა ვინმე დუბაიში რომ ჩახვედი თუ დამოუკიდებლად აბსოლუტურად მარტო ვიყავი აბსოლუტურად მარტო და პირველი 2 წელი იყო ძალიან რთული თუმცა ამის შესახებ არავინ იცოდა და მე ჩემს ცხოვრებაში ბევრი ეგეთი ურთულესი წელი გავიარე ისე რომ ყოველთვის აი ანუ ოჯახის წევრებს უმალავდი რომ სირთულეები გქონდა ბევრჯერ დამიმალავს იმიტომ რომ ნუ ჩავედი ისე რომ ცოტა რთულია ისე ჩავედი იქ რომ ანუ უკან არ დავბრუნდები წარმატების გარეშე თქო ერთი მიმართულების ბილეთი გქონდა? კი, ერთი მიმართულების ბილეთი და მახსოვს ფანჯარასთან ვიჯექი თვითფრინავში და მარცხნივ გავიხედე და დავინახე ეს განათებული, გაჩახჩახებული ქალაქი კოვიდის დროს და იმდანაც შეშინებული ვიყავი რომ ეხაც მეტირება რომ ახსენდება, ცოტა ამეტირა და მეთქი გეხვეწები მიმიღე. აი ეს იყო ჩემი ფიქრები, შინაგანი ხმა და ძალიან ემოციური იყო და ძალიან შეშინებული ვიყავი თავიდან. ძალიან ბევრჯერ გამიჭირდა. თუმცა როგორც ყოველთვის ქრისტინე ამას არ იცნობს. ძალიან ბევრი რთული მომენტები იყო. თავიდანვე ესე რაღაცა წითელი ხალიჩა არ დამხვედრია და არ დამიწყია ჩემი პროფესიით მუშაობა. იყო რაღაცა იქ
მიმტანიდან დაწყებული რაღაცა კარტოფილსაც ყიდიდი. სტანდარტული ემიგრაციული თუმცა იყვნენ ადამიანები, ვინც ამბობდნენ, რომ მაგას იქ ვიღაცები ხდებიან და მაგას დაეხმარებიან და ასე შემდეგ, მაგრამ ხო, ძალიან ბევრი რთული დღეები გავიარე, არ დავკონკრეტები ახლა და მთლად რაღაცა დრამებს არ მოვყვები, მაგრამ ხო, ემიგრაცია ძალიან რთულია ზოგადად. მე არაერთხელ გავიარე და აი ბევრჯერ დავბრუნდი საქართველოში და ბევრჯერ იყო ისეთი შემთხვევა, რომ აი всё, ეხლა ბოლოა და აღარ წავალ. და მართლაც ეგრე იყო, კოვიდი რომ არ დაწყებულიყო, ალბათ არ წავიდოდი. როგორი მოლოდინებით ჩამოხვედი ნიუ-იორკში? მოლოდინები არანაირი მქონია, to be honest, მაგრამ იცი როგორ ვარ, აი ჩემს პატარა თავს, აი პატარა გოგოს, რომელიც ესე გლდანში გაიზარდა. უბნელები ყოფილა. მართლა? მაგარია. ეს მე გავარჩიოთ რომ მოვჩვევი. კი. აი პატარა გოგოს, რომელიც გლდანში გაიზარდა და ძალიან ბევრი ოცნება ჰქონდა და ძალიან ისეთი იყო, ცოტა არ სჯეროდა რომ რაღაცებს შეძლებდა ცხოვრებაში. აი მას ჩავეხუტე და ვუთხარი რომ ყველაფერი შეძელი. ნუ ეს იდეაში ვიღაცას შეიძლება არაფერი იყოს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, იმიტომ რომ ხო, აი რაღაცები იქ ჩემი პროფესიული განვითარება, იქ მუსიკალური გემოვნება, იქ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ძალიან ბევრი რამე უკავშირდება ამერიკას და ნიუ-იორკს და აქაურ კულტურას. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ აი აქ ჩამოვსულიყავი ერთ დღეს და ძალიან მომწონს. თუმცა ცოტა mixed feeling-ებიც მაქვს რაღაცა. რასთან დაკავშირებით? ნუ იცი რა არის, ძალიან დალაგებული ადგილიდან რომ მოდიხარ, ძალიან სუფთა, ძალიან რაღაც ისეთიდან და უცებ გამოხვალ და ანუ ეს მომწონს, ძალიან ცოცხალია ყველაფერი. და ძალიან ბუნებრივია იდეაში, მაგრამ თან ცოტა ალბათ უკვე შენთან იმდენად შეეგუე იქაურ წყობასაც, რომ აქაური კი მე ემირატებში აი ხა მაგალითად ისე წამოვედი რომ კარიბლოდ გადავკეტე და პადისკოს შევაგ და გასაღები და ვიცი რომ არავინ არ შევა და ანუ სამსახურში ისე მივდივარ უბრალოდ გამოვხურავ ხოლმე კარს ანუ ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზეა დაცული და ძალიან სხვანაირი ცხოვრება იქ და აქ ცოტა ხანდახან ის მაქვს თან მომწონს მაგრამ აი თან ცოტა ვიძაბები ცოტა ეს აქაური სიგიჟე. ხო, სიგიჟე. იცი რა მიეჩვევი მე ნელ-ნელა თუ უფრო დიდი ხნით დააპირებ. ხო არა, გეგმავს სამომავლოდ და ეს მოცელვა ხო არ არის? არა, ცხოვრებით ალბათ ვერ ვიცხოვრებ ვერსად დუბაის გარდა. უკვე. ზაფხულობით ესე ვფიქრობ, რომ შეიძლება რაღაცა იქ ხან რაღაცა ერთი თვე LA-ში გავატარო, ერთი თვე რაღაც ნიუ-ორლეანსში, იმიტომ რომ ძალიან მინდა ნიუ-ორლეანსს რო ვესტუმრო, ძალიან ისეთი ადგილია ხა ჯაზის როგორ თქვა სამშობლო ხო და ნიუ-იორკი ძალიან მაგარია ნიუ-იორკზე გავგიჟდი ყველაფერი ძალიან მომწონს ბუნებაც და მოკლედ არ ვიცი თქვენთან ხო აქაური კლიმატი თან ახლა სიცხეს გამოვეკეცი წვიმა რო წამოვიდა ესე ვიყავი მეთქი ღმერთო წვიმა და ფოტოებს და ვიდეოებს ვიღებდი და ალბათ ხალხი მიყურებდა ეს გოგო საიდან ჩამოვიდა იცი აი ყველაზე მეტად რა მინდა დუბაის დაუბრუნდე კიდე ყველაზე მეტად რა გიჭირს დუბაიში აი ეხლა სიცხე ყველაზე მეტად პრინციპში ძალიან ახლოს არის საქართველოსთან და როცა ვინმე მენატრება ან ისინი ჩამომყავს ჩემთან ან მე გარბი ვარ და ამის საშუალება მაქვს იმიტომ რომ ხო რაღაცა 3 საათი არის ფრენა სულ 3 საათი დღეს აქ მოვდიოდი ლონგ-აილენდიდან ხო ძალიან მარტივია მოკლედ იქიდან ყველაფერი ევროპა ახლოს გაქვს ის ერთადერთია ყველაზე ხანგრძლივი ფრენა აქეთ იყო მაგრამ ხო მენატრება ალბათ უფრო ნუ ჩემი ოჯახი რა თქმა უნდა ჩემი ძაღლი ყველაზე მეტად იმიტომ რომ მომიწია ჩემ ძაღლთან განშორება და დატოვება და ვერ მიყავს აღარ მიმყავს იმიტომ რომ დედა ჩემი აღარ გატანს არ არსებულია ანუ ვეღარ არსებობენ ჩემი ძაღლის გარეშე და ხო ნუ ამას დუბაიში პირადი ცხოვრება როგორია დუბაიში დეიტინგი აი
მე მგონი დეითინგი დღესდღეობით ყველგან ძართულია. მაგრამ ნუ ხო იცი როგორ გითხრა ხა მე სიმართლე რომ გითხრა ეხლა მით უმეტეს ცოტა ხანია რაც single ვარ და ვისვენებ რა არ დავდივარ არც დეიტზე არც ვეძებ ახალ ურთიერთობებს ძალიან მიყვარს საკუთარი თავი და მივხვდი რომ ეს ეყოფნა არის ყველაზე კარგი. წეგან ახსენე რომ სიმღერას ამზადებ ახლა უახლოეს მომავალში რომ გამოუშვა და თუ შეგიძლია რომ უფრო მეტი დეტალი მოგვიყვე შენს მუსიკალურ შემოქმედებასთან დაკავშირებით. რა გეგმები გაქვს ამავდროულად? რამდენიმე სიმღერა პრინციპში ორი სიმღერა უკვე დარელიზებულია, მესამე ახლა გამოდის და ეს მესამე სიმღერა გავაკეთე ძალიან ჩემი აზრით აი გენიოსია ეს ადამიანი ქართველი ერეკლე გეწაძე მასთან ერთად კოლაბორაცია არის და ნუ ეს ბიჭი არის აი ჯერ ხო მულტი ინსტრუმენტალისტი, საოცარი პროდიუსერია. ნუ არ ვიცი, გენიოსია. მოგიკითხავ აქედან. გამარჯობა. და მასთან ერთად გავაკეთე კოლაბორაცია, სიმღერას ქვია Dream Out Loud, ძალიან მომწონს ეს სიმღერა. და კიდევ ვმუშაობთ ახლა მეორე სიმღერაზე და მოკლედ ხო ძალიან კარგია ეს რესტორნებში სიმღერა და ფულის შოვნა და ქორწილებით და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში საკუთარ მუსიკაზე მუშაობა ყველაზე დიდი სიამოვნება არის. აი მხატვარი რო თავის რაღაცა შედევრს დაასრულებს, აი ეგ შეგრძნება არის, რომ ხა ჩემს სიმღერებს შედევრს ვერ დაუძახებ, თუმცა ყოველ ახალ ჩაწერაზე ჩემი სიმღერა უფრო მეტად მომწონს ვიდრე წინა. წინა ჩაწერა. კი. ხო, ნუ კომერციული სიმღერაც გიწევს მაინც მით უმეტეს როცა უცხო ქვეყანაში ხარ ახალ ცხოვრებას იწყებ გიწევს. კომერციული უფრო არის ის, რასაც აი სიტყვაზე რაღაც ქორწილებში მღერი და ხო, მაგას ვიძახი რესტორნებში სიმღერას, მაინც გიწევს რომ ეგ გზაც გაიარო მანამ სანამ მარტო საკუთარი შემოქმედებით გამოიმუშავებ. ხო. კი, რა თქმა უნდა, მე ანუ არასოდეს, ანუ იმას მაინც ვაკეთებ ყოველ შემთხვევაში, რაც მიყვარს და ეხა შეიძლება ყველგან არა, მაგრამ რაღაცა ადგილები არის, თუნდაც ეხა ავიღოთ, არ ვიცი, უნდა ვთქვათ, მაგრამ Paramount Hotel-ში მღერი, სადაც მხოლოდ ჯაზ მღერი და თავისი კოსტიუმებით და კაბარე სტილია და ძალიან მომწონს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეგ სტილი. რასაც ვერ ვიტყვი, ეხა რაღაცა სხვადასხვა პოპ მუსიკაზე. არ ვერჩი გავაკეთე სააგენტო, სადაც არა მარტო მომღერლებს, მოცეკვავეები, დიჯეები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მათ ნუ რაღაცა შოულობ მათთვის სამსახურს და იქიდან მეც რაღაც სარგებელი მაქვს, ესე რომ ვთქვათ. უძრავი ქონების სფეროში რატომ გადაწყვიტე რომ გადაინაცვლო, ან სრული განაკვეთით აპირებ გადაინაცვლო, უბრალოდ დროებით ინტერესია? Because I feel I'm rich already. ხო, ანუ მან ვფიქრობ, რომ უფრო მეტი შესაძლებლობები გაქვს ადამიანს და რაღაცა მგონია, რომ როცა უკვე ანუ ცოტა დიდ ფულზე იწყებ ფიქრს და თან ცოტა მომბეზრდა რა. თან დუბაიში რთულია რომ ფულზე არის ფიქრო. ხო, იცი რა, ცოტა გემოვნება გიუმჯობესდება ყოველ დღე, თან რაღაცა ცხოვრებას რო უყურებ თან დუბაიში, რაც არ უნდა ბევრი ფული გქონდეს, მაინც ცოტა. ხო და ამიტომ ვფიქრობ, რომ თან გამომივა ეგ საქმე კარგად, იმიტომ რომ ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ვარ. ხო და მგონია. საქართველოსთან თუ გაქვს რაიმე გეგმები მუსიკალური მომავალში? არა, არაფერს, საერთოდ მე ესე ჩემით არაფერს არ ვგეგმავ, თუ თვითონ არ დამიკავშირდებიან ხოლმე, არანაირი გეგმა არ მაქვს, ვერთი ახლა ხო, არ მაქვს გეგმა. თუ მომისმენს ქართველი მსმენელი თუ მეყოლება, უბედნიერესი ვიქნები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუნდაც ახლა Instagram-ზე მე ძალიან ხშირად ვლაპარაკობ ქართულად, უფრო ხშირად ვიდრე ინგლისურად. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ახლა ჩემი გამომწერების უმეტესობა მაინც უფრო რაღაცა UA-ის ხო, US-ის არის ხო, მაგრამ რა თქმა უნდა, რომ ქართველები მაინც ყოველთვის პირველ რიგში მყავს. ნიუ-იორკზე მინდა გკითხო, სანამ დავამთავრებთ, თუ იყო რაიმე რამაც იმედები გაგიცრუა ნიუ-იორკში
ანუ ელოდებოდი სხვას და დაგხვდა ფასები. დუბაისთან შედარებით? Oh my god. I mean, მართლა ხა მაპატიეთ ისევ ჩემი ინგლისური სიტყვებისთვის, მაგრამ მეგონა რომ დუბაი იყო ერთ-ერთი უძვირესი ქალაქი. I was so wrong. ძალიან ვწდებოდი. იმიტომ რომ არ ვიცი აქ როგორ ცხოვრობთ ხალხი. ანუ კარგი ცხოვრება თუ გინდათ. მაგას გულისხმობ თორე. ხო, ანუ ძალიან აქედან პირიქით ჩანს. არა, იმიტომ რომ ხა დუბაი შოუ-ოფია, იქ რაღაცა яхტები და ის და. დუბაიში ძალიან ბევრი რამე უფასოა. ძალიან მიყვარს საქართველო, მაგრამ ასევე ძალიან მიყვარს დუბაი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცის შესაძლებლობა მომცა. თუნდაც ფინანსური. საქართველოში ცხოვრების დროს ხშირ შემთხვევაში, ძალიან ბევრი ადამიანს არ აქვს იმის კომფორტი, რომ თუნდაც თერაპიაზე იარონ. თუნდაც ჯიმში, ან ძალიან ისეთი შედარებები უნდა მოვიყვანო რა. სამწუხაროდ. ხო, სამწუხაროდ. მინიმალური. კი. ანუ UAE-ში არის ძალიან მაღალ დონეზე ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა და ასე შემდეგ და ეს მე შენს გონებაზეც მოქმედებს. დავიწყოთ იმით, რომ რაც 10 წელი აი ვეჯაჯგურე, რასაც ქვია, რომ მინდოდა რა წარმატებისთვის მიმეღწია საქართველოში და არ გამომივიდა, დუბაიში მივაღწია 3-ში. მესამე წელს უკვე შედეგი მქონდა. და რა გიშლიდა საქართველოში? რაღაცა სოლო კონცერტები გაიმართა ჩემი Digital Art თეატრში, დუბაის. ძალიან მაღალი დონის თეატრი არის. ძალიან ისეთი არტისტების კონცერტები იმართება და თან ეს შერჩევით ხდება რა, ესე არ ხდება რომ მომინდა და ვიმღერე. მოდი ქრისტინე. ხო, შემარჩიეს. და ბედნიერი ვარ, არ ვიცი, აი ალბათ გარემო ისეთი არის და იმდანად ბედნიერი ხალხი ცხოვრობს და იმდანად აი ეს ნაკლები პრობლემები აქვთ, რაც აქვს ძალიან ბევრ საქართველოში, რომ ეს სადღაც ურტყავს რა ყველაფერს და ხო აი ჯანსაღი გარემო რომ არის, ამ ჯანსაღ გარემოში შენც ხო მარტო უსაფრთხოზე არ არის. ბედნიერია ხალხი. აი სულ რო რაღაცა ცუდ ხასიათზე იყო, უბრალოდ ჩაიცვამ და ნახე რაღაცა 15 წუთში ზღვაზე ხარ და ეს გეხმარება რომ რაღაცა რილიზი გააკეთო თუნდაც. არ ვიცი ხა შეიძლება ბოლომდე კიდევ ვერ გადმოვცემ, მაგრამ სხვანაირი ქალაქია რა. ანუ საქართველოსთან შედარებით გარდა ფინანსური კეთილდღეობისა, მენტალური ჯანმრთელობა როგორც პირველ რიგში მენტალური. პირველ რიგში მომცა მენტალური სიჯანსაღე, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან შევიცვალე. მე თვითონ ვატყობ ამას, რომ ძალიან შევიცვალე, ძალიან ბედნიერი ვარ. მართლა ვამბობ, ანუ გულით ვამბობ, რომ ბედნიერი ვარ იმ ქვეყანაში და ძალიან ბევრი რაღაცის შესაძლებლობა მომცა. თუნდაც იმის შესაძლებლობა, რომ რაღაცა ადგე და საკუთარ მუსიკაზე იმუშაო და ხანდახან დაივიწყო ეს რაღაცა არანორმალური რეჟიმით მუშაობა რა. და საქართველოში რატო ვერ მოახერხე ის რაც დუბაიში? არ ფასდება შრომა. რანაირად უნდა მოახერხო, როდესაც ახლა მაპატიეთ, მაგრამ ნუ რაღაცა 150 ლარზე მღერი ყოველ დღე და 4-5 საათი და მოდიხარ ჩახრენწილი ხმით და ვერც საკუთარ მუსიკაზე მუშაობ უკვე მე. ანუ აღარ საკუთარ თავზე, ანუ ელემენტარული ზრუნვის უნარი გაქვს და ძალიან ბევრი რამეა ახლა იქ რა. სხვა სისტემაა, სხვანაირად არის დალაგებული. ძალიან დიდი მადლობა ქრისტი რომ მოხვედი ჩვენთან ნიუ-იორკში ცოტა ხნით იმყოფები და დიდი მადლობა რომ ეს დრო გამოგვიყავი. მადლობა რომ შენი ისტორია გაგვიზიარეთ და წარმატებები მინდა გისურვო. ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ და იმედია რომ საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს და წარმატებას გისურვებ.